ამავე წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ. აქციის მონაწილეები სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. შშმ პირების ოჯახის წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაუჩერების დაგვიანებით მიღების შედეგად გამოწვეულ პრობლემებზეც საუბრობენ. ფინანსთა მინისტრს პირდაპირ ვუყენებ ულტიმატუმს, ერთი თვით ვიცხოვრებ მის სახლში, ნახოს ამ ბავშვების საჭიროება, რამდენი გვჭირდება. 13 წლის ვაკო შარვაძის დედა ამბობს, რომ ბავშვს რეაბილიტაციის კურსი რამდენიმე თვე არ გაუვლია. მიზეზი კი ვაუჩერის მიღებაზე არსებული რიგებია, რაც არასაკმარისი დაფინანსებითაა გამოწვეული. გამოყოფენ პრიორიტეტებს და პრიორიტეტების გამო ვინც მოხდება ბედნიერია, ვინც ვერ მოხდება, რჩება 4 თვიან წვეტაში ვარ, მაგალითად მე და ეს იმას ნიშნავს, რომ 4 თვე რეაბილიტაცია რო გაჩერდება, 4 თვე არ ყვებო ბავშვი საკვებით. აი იმას ნიშნავს მისი ცერებრალური დამბლისთვის 4 თვიანი ჩავარდნა. ჯანდაცვის სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრდა ის მთავარი მოთხოვნაა, რომელიც დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა ფინანსთა სამინისტროსთან გააჟღერეს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს. სახელმწიფო თავის შექმნილ პროგრამებში დევს პრიორიტეტებს. თვითონ პროგრამაში 600 ბავშვია მომლოდინეთა სიაში და წლები ვერ ღებულობენ ამ დაფინანსებას. ფაქტიურად მიდიან იმ ასაკამდე, რომელი ასაკის შემდეგ ისედაც აღარ ეკუთვნის ეს რეაბილიტაცია. აქციის მსვლელობისას ერთ-ერთი მშობელი შეუძლოდ გახდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის დიალოგი ვერ შედგა, რადგან უწყების წარმომადგენლის განცხადებით ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ჯანდაცვის წარმომადგენელი კი გაზრდილ ბიუჯეტზე საუბრობს. მომლოდინეთა რიგები ჩვენ და საუბედუროთ ეს არის გამოწვეული იმ ბავშვების რაოდენობიდან, რომლებსაც სჭირდებათ ეს არსებული სერვისები და მე მინდა ვთქვა, რომ წლევანდელი პროგრამის ფარგლებში ჩვენ ზუსტად დავაკონკრეტეთ ის ნოზოლოგიები, რომ და გავზარდეთ ნოზოლოგიათა რაოდენობა, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უკვე ბავშვს შეუძლია მიიღოს აი ამ ქვეპროგრამით გათვლილი სერვისი. აქციას დღეს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. დავით სერგეენკო ამბობს, რომ არსებული დაფინანსება არასაკმარისია, თუმცა მზარდია. 17 წელს გახდა 1,94 მილიონი ლარი. მე მგონი ეს ციფრები გვაჩვენებს იმას, რომ არანაირი კლება პირიქით მატება არის. ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. ეს არ არის საბოლოოდ დახურული თემა. წლის განმავლობაშიც არსებული ფიქსირებული ბიუჯეტის ფარგლებშიც მიდის მუშაობა იმაზე, რომ უფრო ხარჯეფექტურად გამოვიყვანოთ ეს რესურსები. პოლიტიკის განმახორციელებელი სტრუქტურა ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს აღნიშნულ პირებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვიქნებით ამ მოლაპარაკებებში. დღის ბოლოს მშობლებს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელით შეხვდა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა. ხმაური იყო პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს.